აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია 2025-ის ფარგლებში ბაკურიანში ეტლით თხილამურების ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა გორელმა სპორტსმენებმა მიიღეს და დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. სამხედრო მოსამსახურემ გუგა ჩიმახიძემ მამაკაცებს შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა და გარდამავალი თასი 1 წლით მშობლიურ ქალაქში წამოიღო. ხოლო ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გორელი ტიტულოვანი პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი მეორე საპრიზო ადგილს დაშირდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა შეშმო პირებმა, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა მიიღეს. გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები, ღონისძიების სხვა მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია პროექტის ფარგლებში ახლა ვიმყოფებით ბაკურიანში, სადაც სტარდება ეტლით თხილამურის ჩემპიონატი. პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ დაშავებული ჯარისკაცები, პარასპორტსმენები, ომის ვეტერანები, შიშიმ ქალები და ევროპა დონა ჯორჯიას ბენეფიციარები. ახალგაზრდულმა მედია კავშირმა კიდევ ერთი უბედნიერესი დღე გვაჩუქა. უკვე მესამე წელია, რაც ეტლით თხილამურის ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას. წელს პირველად გამიმართლა და ძალიან მიხარია, მოვიგე მესამე ადგილზე გავედი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ახალგაზრდულ მედია კავშირს, ჩემ ევროპა დონა ჯორჯიას, ყველა მონაწილეს, ყველა სპონსორს. იმედია, რომ უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი გახდება ეს ჩვენი პროექტები. დიდი მადლობა დღევანდელი დღე ვინც გაგვილამაზა, ძალიან დაძაბული შეჯიბრი იყო. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღის გალამაზებაში წვლილი შეიტანა.